გამარჯობათ, დღეს გესაუბრებით შავ ენერგიაზე და დაავადებებზე. მოგეხსენებათ, მსოფლიოში არსებობს, სამყაროში არსებობს ორი ენერგია, ნათელი ენერგია, ღვთიური, ანუ სიყვარულის, სიკეთის ენერგია, პლუს ენერგია, ანუ ჯანმრთელობის ენერგია და არსებობს შავი ენერგია, ანუ მინუს ენერგია, უარყოფითი, ბოროტება, სიბნელე და დაავადებები, ხო? ძირითადად როგორი ადამიანები აკეთებენ ამ შავ მაგიას, ანუ ჯადოსაც ეძახიან საქართველოში ამ შავ ენერგიას, როგორი ადამიანები იყენებენ შურიანი, გაბოროტებული ადამიანები, რომ სხვისი წარმატება, ბედნიერება, ჯანმრთელობა, ხო, ანუ სხვისი ბედნიერება შურს და უნდა რომ მას ზიანი მიაყენოს, ან მას ის ღვთიური ენერგია წაართოს და თვითონ მიიღოს, ესეც არის ხოლმე ესეთი შავი მაგიაც, რომ სხვას უნდა წაართოს, რომ თვითონ მიიღოს, მაგალითად სასიყვარულო ჯადოები რო კეთდება, ანუ სხვას რო უნდა წაართოს ქმარი და ან ცოლი, ხო? მოკლედ, აი ასე. და ხშირ შემთხვევებში არის ხოლმე, მაგალითად პაციენტი ადამიანი დადის ექიმებთან, ერთი ექიმთან, მეორე ექიმთან შემოივლის და ვერც ერთი ექიმი ვერ შველის, ხო, არც ერთი პრეპარატი არ შველის და ხშირ შემთხვევაში დაუდგენელია იმ დაავადების გამომწვევი მიზეზი, ხო, რამ გამოიწვია, მაგალითად კიბო, ხო, ან რაიმე სხვა სერიოზული დაავადება, ან ვერ ორსულდება, ან ორსულდება, მაგრამ თვითნებური აბორტი ხდება, ხო, მოკლედ. ან რაიმე ისეთი სერიოზული კანის დაავადებები, ან მაგალითად ნარკომანიაც, ალკოჰოლიზმიც, თვითმკვლელობაც, ხო, ან სულიერი დაავადებები, ხო, ანუ ფსიქიატრიული პაციენტი გახდა, ხო, ან შიზოფრენია დაემართა. აი ამ შავ ენერგიის ზეგავლენის შედეგად, ხო, ვიღაცა გაუკეთა, ან მოკვდა ადამიანი, ხო, გარდაიცვალა, ხო, ესეც ხდება ხოლმე. კი ბატონო, ასე რომ საკმაოდ სერიოზული და პრობლემატური საკითხი არის ეს შავი ენერგია, ეს საქართველოშიც და მთელ მსოფლიოში. ნუ პრინციპში აი რო გადავხედავთ მთელ მსოფლიოს და საქართველოს დღევანდელი ცხოვრებით, ეს არის შავი ენერგია, ანუ ბოროტება არის გამეფებული, ნუ სამწუხაროდ. მოგეხსენებათ, რომ ცხოვრება არის ბრძოლა, ანუ კეთილსა და ბოროტს შორის მიმდინარეობს ბრძოლა და ვინ გაიმარჯვებს? ის, ვინც ძლიერია. თუ კეთილი ადამიანი არის ძლიერი, მაშინ ღვთიური, ნათელი ენერგია, სიმართლე, სიკეთე, სიყვარული, ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ბედნიერება იმარჯვებს, მაგრამ თუ ის შავი ენერგია არის ძლიერი, აი ამიტომ უნდა გავძლიერდეთ ჩვენ, ხო? და ეხლა უნდა თავარი ის არის, რომ როგორ უნდა დავიცვათ თავი, აი ესეთი ბოროტებისაგან, აი ესეთი შავი ენერგიისაგან, როცა ჩუმად ვიღაცა რაღაც ბოროტებას გვიკეთებს, ხო? ანუ შავი ენერგიის ზეგავლენით მოახდინოს ჩვენზე ზემოქმედება და როგორ ახდენს, ხო? შემეკითხებით ამას. ანუ ჩვენ გვაქვს აურა, ხო? ჩვენი აურა უნდა იყოს ნათელი და ძლიერი. ღვთიური. აი მე რომ ბიორეზონანსულ კვლევას ვაკეთებ, იქ არის აუროგრამა და ჩაკრები. და ყველა ჩაკრა, 7-ვე ჩაკრა გახსნილი უნდა გქონდეს, როცა ჩვენ ვართ სულიერად და ფიზიკურად ჯანმრთელები და ძლიერები. მაგრამ როდესაც არის შავი ენერგიის ზეგავლენა ადამიანზე, მაშინ უკვე ეს 7-ვე ჩაკრა ჩაიკეტება თან ბოლომდე და ის აუროგრამაც, ის აურაც უკვე აღარ არის ის ფერებში, ხო? ანუ შავი ენერგია შედის იქ, ანუ ნათელი აღარ არის და მერე უკვე ეს უხილავად ხდება, ჩემო ძვირფასებო, ჩვენ თვალით ვერ ვხედავთ, თვითონ ადამიანი გრძნობს, რომ რაღაც ვერ არის კარგად, ხო? და მერე უკვე ეს დაავადებების სახით უკვე როგორ სიმპტომებს რო ვეძახით, ხო? ანუ კლინიკური გამოვლინება რა არის? მაგალითად კიბო, მაგალითად რაიმე მძიმე სერიოზული დაავადება, ხო? აი ეს ნარკომანიაც და ალკოჰოლიზმიც და ასე შემდეგ. ეხლა აღარ ჩამოვთვლი ამ დაავადებებს დიდ დროს წაიღებს და როგორ უნდა დავიცვათ
თავი ჩემო ძვირფასებო, ეს არის რომ ვიყოთ სულიერად ძლიერები. აი ჩვენში არანაირი შურს, ბოროტებას, თუნდაც შურის ძიებას, ხო, არ დაგუთმოთ ადგილი, ხო, ანუ ამიტომ ლოცვითი მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანი არის. ანუ ჩვენ თუ სულიერად ძლიერები და სპეტაკები და ნათელები ვიქნებით, ხო, მაშინ უკვე ავისხლეტავთ აი ამ შავ ენერგიას და ვინც გააკეთა ის იმას დაუბრუნდება უკან. უნდა ვიყოთ სამართლიანები, ხო? და თავის და მებრძოლები, რომ საკუთარი თავის დაცვა შევძლოთ და ჩვენი ოჯახის წევრების და საყვარელი ადამიანების დაცვა. ასე რომ ბრძოლა არის ეს ცხოვრება, უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ჯანმრთელობისთვის, სიცოცხლისთვის, ბედნიერებისთვის და გამარჯვებისთვის, ხო? რომ სიკეთემ გაიმარჯვოს ნათელმა ენერგიამ და ის ბოროტება, შავი ენერგია, ის დაავადებები უნდა დამარცხდეს. ასე რომ ძალიან ყურადღებით იყავით, დააკვირდით, როდესაც გაქვთ ურთიერთობა, მაგალითად სქესობრივი კავშირი გაქვთ, ხო, და თმები გაგცვივდათ. ეს კაცი იქნება თუ ქალი იქნება, ანუ თმები გაგიფუჭდათ, ხო? ან თმის სცენაშია, ამჩნიეთ, ან თმის სტრუქტურა აღარ არის ისეთი ლამაზი და კარგი, იცოდეთ, რომ თქვენში შავი ენერგია შემოიტანა თქვენმა პარტნიორმა. ასე რომ არ გირჩევთ ასეთ ადამიანთან ურთიერთობას, აგრეთვე, როდესაც სამსახურში ან ურთიერთობა გაქვთ ისეთ ადამიანთან, ვისთანაც თავს ცუდად გრძნობთ. აი მაგალითად გული გრძნობს, ხო? წინათ გრძნობა, აი გული მიგრძნობს, ხო? აი რაღაცა შინაგანი სამყარო გეუბნება, რომ აი ეს ადამიანი არ არის კარგი, ანუ მაგასთან ურთიერთობა არ გქონდეს, ხო? ანუ მიენდეთ თქვენს გულს და გულს დაუჯერეთ. ასე რომ გული გრძნობს აურას, ჩემო ძვირფასებო. ასე რომ იყავით ფრთხილად, იყავით სიყვარულითა და სიკეთით სავსეები, გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას, გამოიწერეთ ჩემი YouTube გვერდი, მოიწონეთ ჩემი ჯანმრთელობის ლექციები და კონსულტაციისთვის შეგიძლიათ დამირეკოთ ტელეფონზე 571 24 08 27.